მშვენიერესი უმაგრესი ამინდია. ბანკში გამოვედი საქმეზე, მაგრამ იმდენად მაგარი ამინდია, რომ სადმე საკატაოთ, რომ არ გავიდე უბრალოდ მოტოსამყაროს შეურაცხყოფა იქნება. ხო, ეს ჩემი ემოციები არ გაგიგურდა, ასე ხდება, როცა ქალენდარი რამდენიმე კვირით ვერ გადიხარ და მე ამინდი გამოდის. ახან შუა დღეს უკვე გადასცდა და მალე აცივდება ისევ. ამიტომ საკმაოდ ახლო ლოკაცია მახსენდება აქვე 73 კილომეტრში 1 საათის გზაზე და მან წავიდეთ. ხო, ნადარბაზე ვისტუმარი ეგ ლოკაცია. თან გზაში ცოტას ვისაუბრებ ამახის მომავალზე. მებოდიში არ აქვს. იგრივალე ძმა ვასლანში. ეს ფონზე გაგულა ჩვენი რამის. ესე იგი, ეს ახლა მომავალია დღეზე და ესე ჩემ რამდენიმე ვიდეოს გადავხედე რამდენიმე დღის წინ და დავიქცე საიტს ამიფან და ხოლმე მოგზაურობის ვიდეოები. თუმცა ამას სასაცილოა წამოიჭერდეს მსგავს კონტენტი ამოწურვადია. იმის გამიხედავად რომ მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ვაპირებ გაზაფხულზე ბევრ კარგად გისვენო გავანალიზებო საქართველოს საკმაოდ პატარა და გადავიდე შეურაცხყოფები გზაიტარესო იქნება. მე იმაზე დავიწყდი ის შემოთავაზება შემიძლია გამორევთვის მე რომელსაც არ მიგამოცდილება ფოტოსამყაროში. მაგრამ ასევე გავანალიზე რომ ამ ორ წელში საკმაოდ ცოტა დამიგროვდა პერსონაჟი, რომელს დაწყებას დააინტერესა. ბოლო-ბოლო მეც ვიყავ დაწყები და აცოს რამდენი ჩაინიკური კითხვა მჭდებოდა, რომელზე პასუხიც არც თუ იერ მოსაპოვებელია. ასევე ამ დროის მანძილზე გავხდი ფოტოეკიპირების ნერვი და უცებრად გაგზავნე გამოცდილებას ამის შესახებ. ავსობაში გადასახლოს მივედექი. ხოდა როგორ არის ეს გამოთქვა? აჰო, არ დაგავიწყოთ ახლის გამოთქვა. Yeah. ესე იგი. სად მოვედით ახლა ჩვენ? არ ვიცი სად მოვედით, მაგრამ ერთი რაღაცა დამამბილებით ვიცი, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, მოტოციკლს ფოტო უნდა გადავუღო. A few inches later. სული ტერიტორია, ლიცენზია, ნომერი, bla bla bla. კიდევ რა ჩავიდე ნეტავი რამე. როგორც ხდები მშვენიერი წრე შემიძლია დავარტყა ამ ადგილს. კარგი იყო კასეინები. ძალიან კარგიც კი გაასწორა, მაგრამ ზე ჩადის და უკვე დროა გავსწრო. ზედი.